ამერიკის ხმა წარმოგიდგენთ. გამარჯობა, თქვენ უყურებთ ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ხედვა ვაშინგტონიდან მე მარიამ უგრეხელიძე ვარ. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე. ნახეთ ინტერვიუ ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვასთან. რაზე მეტყოლებს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე და როგორ წარმოაჩენს ის საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთში. ინტერვიუები უფლებადამცველ ორგანიზაციებთან. გადაცემის ბოლოს კი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკაზე ვისაუბრებთ. მე ვარ ქართველი და მას შესაძამე ვარ ევროპელი. ეს სიტყვები მაშინდელი ქართული დელეგაციის წევრმა ზურაბ ჟვანიამ ევროსაბჭოს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას 1999 წელს წარმოთქვა და ის მას შემდეგ ქართველების ევროპული მომავლის მისწრაფების სიმბოლოდ იქცა. 26 წლის შემდეგ ქართული დელეგაციის წევრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ საქართველოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას აჩერებს. წულუკიანის ეს კომენტარი რეზოლუციას მოჰყვა, რომლითაც ევროსაბჭო საქართველოს თხოვს აპრილამდე ხელახალი არჩევნების თარიღი დანიშნოს და ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს. რა პოლიტიკური გზავნილია ეს საქართველოსთვის და როგორ გაგრძელდება ევროპისა და საქართველოს ურთიერთობა. ნახეთ ინტერვიუ ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვასთან. მადლობა, რომ ჩვენთან სასაუბროდ დრო გამონახეთ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ქართული დელეგაციის აკრედიტაცია ჯერ გაასაჩივრა, შემდეგ კი ის დათქმებით კონკრეტულ დრომდე გააგრძელა. ასეთი რამ პირველად მოხდა საქართველოს დელეგაციასთან მიმართებაში. რა პოლიტიკური გზავნილი იყო ეს? პირადად ჩემი აზრით ეს სუსტი პოლიტიკური გზავნილი იყო. ვისურვებდი, რომ გაცილებით უფრო მკაცრი ზომები და შეთანხმებული სანქციები მენახა საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობის ჩამდენი პირების და მათგან ევროპული მომავლის წამრთმევი თუ არჩევნების დამრღვევი პირების წინააღმდეგ. თუმცა იმის გათვალისწინებით, როგორაა აზრი გაყოფილი ევროსაბჭოში ამ თემასთან დაკავშირებით და რომ არიან ძალები, ვინც მეტად მხარს უჭერს რუსულ გზას, მაგალითად სლოვაკეთი და უნგრეთი, ეს რაღაც ნაბიჯი მაინცაა. ესაა ნაბიჯი დემონსტრანტების და იმ ადამიანების მხარდასაჭერად, ვისაც ევროპული მომავალი უნდა. ფეისის მონიტორინგის საბჭო საქართველოს მთავრობისგან აპრილამდე ახალი არჩევნების თარიღის გამოცხადებასა და ყველა პოლიტპატიმრის გამოშვებას ითხოვს. რამდენად რეალური გგონიათ ამ ყველაფრის შესრულება? გულისხმობ ორივე ნაწილს. თუ ქართულ ოცნებას არ ენდობოდნენ და არ თვლიან, რომ მათ არჩევნები სამართლიანად ჩაატარეს, მაშინ რატომ ან როგორ გააკეთებენ ამას ახლა და გაქვთ თუ არა იმედი, რომ პატიმრებს გაათავისუფლებენ? Next time better, and are you hopeful that they are going to release the prisoners? As for the elections, the European Parliament also არჩევნებთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ საკუთარი რეზოლუციაც გამოაქვეყნა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ქართული ოცნების მხრიდან გარკვეული ცვლილებებით უნდა მოხდეს. მაგალითად, ცვლილებები უნდა შეეხოს საარჩევნო კომიტეტს. როგორც ვიცი, გასულ წელს მათ წესები ისე შეცვალეს, რომ იქ ქართულ ოცნებას უდიდესი წარმომადგენლობა ჰყავს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს პირვანდელ სახეს უნდა დაუბრუნდეს, რათა მეტი კონტროლი და ღიაობა იყოს. არჩევნები უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი სუბიექტების ზედამხედველობის ქვეშ. ეს შეიძლება იყოს სადამკვირვებლო მისიები, EU თუ ან გაეროც კი, რასაც აირჩევენ. მაგრამ ნათელია, რომ ეს ვერ მოხდება ისევე, როგორც აქამდე ხდებოდა. მაშინ უბრალოდ იმავე პოზიციაში აღმოჩნდებით. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ეს ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ ევროპარლამენტში უამრავი პოლიტპატიმრის შესახებ ვსაუბრობთ. იქნება ეს ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტები თუ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ამან არცად არ მიგვიყვანა. ერთადერთი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომელმაც საპატიმრო დატოვა, იყო ნიკა გვარამია, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. სხვა შემთხვევაში ქართულ ოცნებას არაფერი გაუკეთებია პოლიტპატიმრების მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ასე რომ ახლა, როდესაც მათ უმრავლესობა აქვთ და კიდევ უფრო მეტ ადამიანს აპატიმრებენ, ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი მათი მომავლის შესახებ. ამიტომაც ვსაუბრობ ევროკავშირისგან მეტი ზეწოლისა და მიზანმიმართული სანქციების აუცილებლობის შესახებ. Fifth president of Georgia, Salome Zurabishvili, addressed the French parliament. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პარლამენტისადმი მიმართვისას თქვა, რომ სამწუხაროდ მისი აზრით ევროპის პასუხი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სუსტი იყო. თქვენი პასუხებიდან ვხვდები, რომ მას ეთანხმებით, მაგრამ თვლით თუ არა, რომ ევროკავშირი მართლაც დაიკავებს უფრო მკაცრ პოზიციას საქართველოსთან მიმართებით? On what's going on in Georgia now. Well, I agree with Salome Zurabishvili very dearly because
სრულიად ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს. მე პირადად მიმაჩნია, რომ როდესაც ის ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყო, ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, შესაძლებლობების ფანჯარა არსებობდა, რადგან საქართველო ბელარუსი არ არის. ბელარუსს სამწუხაროდ არასდროს ჰქონია დემოკრატიული არჩევნები, დემოკრატიული ინსტიტუტები. საქართველომ კი დემოკრატიული ინსტიტუტები ბოლო 30 წლის განმავლობაში ააშენა. მათი ერთ წუთში განადგურება შეუძლებელია, მათი დაცვა კი შეიძლება. მაგრამ ამისთვის სხვადასხვა აქტორების და ქუჩაში მყოფი ხალხის მხარდაჭერაა საჭირო. სალომე ზურაბიშვილი ამას მარტო ნამდვილად ვერ გააკეთებდა. ასე რომ ვფიქრობ, ევროკავშირს ჰქონდა შესაძლებლობა მიზანმიმართული სანქციებით ბევრად უფრო ძლიერი რეაქციით მხარი დაეჭირა ამ მოძრაობებისთვის. არა ჩარევით, არამედ იმის მხარდაჭერით და იმ იმპულსის შენარჩუნებით, რაც ადგილზე იყო. მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობების ეს ფანჯარა. არც ერთი რეზოლუცია აღარ შეცვლის ამას. მიუხედავად იმისა, რომ სანქციებს დღემდე ძალიან ვუჭერ მხარს, როგორც აღნიშნე, ასევე ვფიქრობ, რომ ქართულმა ოცნებამ ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. საქართველოში ახალი პრეზიდენტია და ჩვენ არ გვექნება ასეთი შესაძლებლობის ფანჯარა იქამდე, ვიდრე რამე დრამატულად არ შეიცვლება. მაგალითად, თუ რუსეთი უკრაინაში ომს წააგებს, რაც რა თქმა უნდა მთელ რეგიონს სრულიად შეცვლის. You said that the momentum is gone now. თქვენ თქვით, რომ მომენტი ხელიდან გაშვებულია. მაშინ თვლით თუ არა, რომ საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ევროპაში მოგზაურობის აკრძალვა როგორმე დაეხმარება სიტუაციის გამოსწორებას. Helping the situation now. I am very supportive of that. მე ძლიერ ვუჭერ მხარს ამ გადაწყვეტილებას. არ მინდა რომ ჩემი კრიტიკა არასწორად გაიგოთ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი რეზოლუციები გამოიცემა, რომ საბჭო ასეთ ნაბიჯებს დგამს, რადგან რაღაც მაინც უკეთესია ვიდრე სრულიად არაფერი. უბრალოდ მინდა რომ მეტი ქმედება დავინახო. ამიტომაც ვარ კრიტიკული, თუმცა რა თქმა უნდა ვთვლი, რომ ასეთ ნაბიჯებს მნიშვნელობა აქვს და ის გარკვეული გზავნილია. საქართველოში მიმდინარე მოვლენებში ძალიან ჩართული ვარ. ბევრ პოლიტიკოსს ვესაუბრები, ზოგს ქართული ოცნებიდანაც კი. ოქტომბრის არჩევნებამდე ისინი თვლიდნენ, რომ რაც უნდა მომხდარიყო ქართულ ოცნებასთან მიმართებით, ეს ქვეყნის შიდა საქმედ დარჩებოდა და ევროპული მისწრაფებები ხელშეუხებელი დარჩებოდა. თუმცა თუ მათ ნათლად დავანახებთ, რომ ევროპული მისწრაფებები დიდ საფრთხეშია, რომ ეს აისახება მათი პასპორტების, სავიზო რეჟიმის და სხვა მსგავსი მიმართულებით, მაშინ იქნება მდუმარე უმრავლესობამ საქართველოს მთავრობაში გაიაზროს, რომ ისინი ნამდვილად სცილდებიან ევროპას და მეტად მიდიან რუსეთისკენ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ზეწოლა იყოს სწორედ მთავრობის და პარლამენტის იმ წევრებზე, რომლებიც შეიძლება ვერ ხვდებოდნენ საით მიდის სიტუაცია და საით მიჰყავს ისინი ქართულ ოცნებას. And my last question, we just discussed the visa restrictions that ბოლო კითხვა კვლავ დიპლომატიური პასპორტების მქონეებისთვის მოგზაურობის შეზღუდვაზე მინდა დაგისვათ. ეს შეზღუდვა გულისხმობს, რომ დელეგაციებს, რომლებიც ევროპაში საქმიან შეხვედრებზე მიდიან, ასევე შეეზღუდებათ მოგზაურობა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამით ევროკავშირი ქართული ოცნების მთავრობის იზოლაციას ცდილობს? Just technically, they might still, of course, apply for the visa. ეს მხოლოდ ტექნიკური დეტალია, მაგრამ ინდივიდუალურად ვიზის მოთხოვნისას მათ შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში ვიზა მისცენ. თუმცა ძირითადად მართალია, რომ დელეგაციები გაცილებით შეზღუდულები იქნებიან. და დიახ, იდეა ამის უკან არის შეზღუდვა და ასევე იმის ჩვენება, თუ როგორ აღვიქვამთ ახლა საქართველოს ხელმძღვანელობას, თუ კი ისინი რუსულ გზას ირჩევენ. ევროპა ამჟამად კვლავ არაპირდაპირ ომშია რუსეთთან. უკრაინის ბრძოლის ველის გავლით ჩვენც საფრთხეში ვართ. ასე რომ თუ ვთვლით, რომ კონკრეტული ქვეყნების ხელმძღვანელობა იქნება ეს საქართველო, ბელარუსი ან რომელიმე სხვა პუტინთანაა დაახლოებული, რა თქმა უნდა ეს ჩვენს ქვეყნებს საფრთხეს უქმნის შპიონაჟის გავლენის, ლობიზმის მიმართულებით. ასე რომ ეს არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ ერთგვარი თავდაცვითი ნაბიჯიცაა. ეს არის ერთის მხრივ ის, რომ არჩევნებში ჩარევის გამო მათ საქართველოს მთავრობას პასუხს ვაგებინებთ, მაგრამ ასევე ევროპელებსა და ევროპულ ინტერესებს პუტინის გავლენისგან ვიცავთ, რაც ახლა საქართველოს ზოგიერთი მაღალჩინოსნისგან შეიძლება გავრცელდეს. გამოცემების ბათუმელებისა და ნედგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი საპატიმროში 12 იანვრის შემდეგ შიმშილობს. საზოგადოებრივი ინტერესისა და მისი კოლეგების ასევე ექიმების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად სახელმწიფო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ძალიან მწირ ინფორმაციას ავრცელებს. ამერიკის ხმაუფლებადამცველ ორგანიზაციებს სწორედ მზიას პატიმრობის შესახებ ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუებიდან. Thank you so much, first of all, for your time and for this interview. მადლობა ინტერვიუსთვის. მზია ამაღლობელი 12 იანვრიდან შიმშილობს. არ გვაქვს არანაირი სამედიცინო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახების, რაც ვიცით, არის ადვოკატების მონაყოლი და ისინი საუბრობენ იმაზე, რომ მას სიარული უჭერს. რა სიტყვით ზოგადად ამ საქმეზე და იმაზე, როგორ ეპყრობა მზიას მთავრობა?
ზია ამაღლობელის საქმე ძალიან კარგად გამოხატავს იმ დარბევების ხასიათს, რაც საქართველოში ოდესღაც კავკასიაში დემოკრატიის შუქურაში ახლა ხდება. Რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ ის უსამართლოდ არის დაპატიმრებული. პოლიციელისთვის გარტყმისთვის მას უფრო მკაცრად ექცევიან, ვიდრე კანონითაა გათვალისწინებული მისი პროფესიის გამო, რადგან ის ცნობილი ჟურნალისტია. ასევე ვნახეთ, რომ პროკურატურა მიკერძოებულია, რადგან მაგალითად მათ არ შეაფასეს მზიას ქმედება იყო თუ არა პასუხი პროვოკაციულ ქცევაზე, ასრულებდა თუ არა პოლიციელი პროფესიულ მოვალეობას, როდესაც ეს მოხდა. ზია ამაღლობელს ზიანი არავისთვის მიუყენებია. მის გამო საფრთხე არავის ემუქრებოდა. ასე რომ მზია არ არის საშიში ადამიანი და ის მაინც წინასწარ პატიმრობაში რჩება. ეს აბსოლუტურად არ არის ნორმალური. გვჯერა, რომ ის მიზანში თავისი საქმიანობის გამო ჰყავთ ამოღებული. ნახეთ ომბუდსმენის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ზია ნორმალურადაა, მაგრამ რას ნიშნავს სიტყვა ნორმალური ამდენხნიანი შიმშილობის შემდეგ? ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. საჭიროა ვნახოთ ფაქტები მისი მდგომარეობის შესახებ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამ დროისთვის არ არსებობს რაიმე არსებითი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. განცხადებებიდან, რომელსაც მთავრობის წევრები აკეთებენ, მხოლოდ მისი კრიტიკა გვესმის. ამბობენ, რომ მან ბოდიში უნდა მოიხადოს, ეს თქვა როგორც პრემიერ-მინისტრმა, ისე დედაქალაქის მერმა. რას გეუბნებათ მთავრობის პასუხი ჟურნალისტების უფლებებზე ამ საქმეზე და ზოგადად არსებულ ვითარებაზე დაყრდნობით? პროტესტების დაწყების შემდეგ ჟურნალისტებზე თავდასხმის 70-ზე მეტი შემთხვევა აღვრიცხეთ და გვჯერა, რომ ზია ამაღლობელის საქმე ამ ყველაფრის საუკეთესოდ გამომხატველია. შესაძლოა ეს ქართული ოცნების პარტიის შურისძიებაა ზოგადად ჟურნალისტების მიმართ, რადგან ისინი სისტემატურად მიზანში იღებენ ჟურნალისტებს, რომლებიც მათ ქმედებებს იძიებენ. ეს ძალიან შემაშფოთებელია. მსოფლიო თავისუფლების ინდექსში საქართველო 26 ქულით ჩამოქვეითდა და 180 ქვეყანას შორის 103 ადგილზეა. ეს მონაცემი ნათლად ასახავს იმ ფაქტს, რომ საქართველო სულ უფრო შორდება დამაკმაყოფილებელ თავისუფლების გარემოს და შესაბამისად დემოკრატიას. ყველა მაჩვენებელი ქვეყანაში სულ უფრო უარესდება, პოლარიზება კი იზრდება. ამას ხელს უწყობს მმართველი პარტია ქართული ოცნება, რომელიც მოსკოვს უახლოვდება და პრესის თავისუფლების მიმართ სულ უფრო მტრულ პოლიტიკას ატარებს. თქვენ ბევრ ქვეყანაში მუშაობთ, მხოლოდ საქართველოს არ აკვირდებით, ამიტომ მინდა ასეთი რამ გკითხოთ. ბოლო დროს ხშირად ვრცელდება მოსაზრება, რომ საქართველო ბელარუსის და აზერბაიჯანის მიმართულებით მიდის, სადაც რბილად რომ ვთქვათ, ჟურნალისტების საუკეთესო მდგომარეობაში არ არიან. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას? სამწუხაროდ საქართველო სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, ბელარუსსა და აზერბაიჯანს და ევროპულ დემოკრატიებს შორდება. ჩვენი გადმოსახედიდან ეს ძალიან შემაშფოთებელი გზაა. თუმცა მედიასფერო საქართველოში კვლავ ძალიან აქტიურია. მიუხედავად არსებული გარემოსი, ჟურნალისტები თავიანთ საქმეს ძალიან კარგად აკეთებენ, ასე რომ იმედს ვიტოვებთ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდება. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. პირველ რიგში ის, რომ ზია პატიმრობაში იმყოფება, პრესის თავისუფლების ძალიან სერიოზული დარღვევაა. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მდგომარეობა შიმშილობის გამო, რომელსაც ის ახლა მიმართავს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, შიმშილობა ერთადერთი გზაა იმ მოპყრობის გასაპროტესტებლად, რომელსაც ის იღებს. ეს აშკარად პოლიტიკური და პოლიტიზებული საქმეა. ის მიზანში ნამდვილად თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო ჰყავთ ამოღებული. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ მაღალჩინოსნებს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ის და საჭირო აუცილებელი სამედიცინო დახმარება გაუწიონ. რას ფიქრობთ ბრალდებაზე, რომელიც მას აქვს წაყენებული, ის პოლიციელისთვის ხელის გარტყმისთვისაა დაპატიმრებული, თუმცა მეორეს მხრივ თბილისში საპროტესტო აქციებზე საპოლიციო ძალებმა და დღემდე ამოუცნობ პირებმა ჟურნალისტებზე იძალადეს მათ სცემეს, თუმცა ამ დრომდე მათზე თავდამსხმელები დაკავებულები არ არიან. ამ ორი რამის შედარებისას რა შთაბეჭდილება გრჩებათ? რა თქმა უნდა, პოლიციელს არავინ არ უნდა გაარტყას და ამის საწინააღმდეგო კანონი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უამრავ სხვა ქვეყანაშიცაა. მაგრამ თუ დავაკვირდებით ამ საქმის დეტალებს, ზიას ორჯერ დაკავებას, ყველაფერს, რაც მის დაკავებამდე და დაკავების შემდეგ მოხდა, მოპყრობას, რომელიც მის მიმართ აქვთ, ცხადია, რომ მას კარგად იცნობდა პოლიციის უფროსი, რომელმაც სავარაუდოდ ზიას დაკავების შემდეგ შეაფურთხა. ზია ცნობილია თავისი კრიტიკული ჟურნალისტური მასალებით, ის ამიტომაც გამოარჩიეს. შესაბამისად, ჩვენი პოზიციაა, რომ ის უნდა გაათავისუფლონ, რათა არ იყოს ისეთ კრიტიკულ მდგომარეობაში, რომლის შესახებაც მისი ადვოკატები და კოლეგები საუბრობენ. გადაცემის ბოლოს კი ამერიკაზე და პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან გადაწყვეტილებაზე ვისაუბრებთ. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საარჩევნო დანაპირებს ასრულებს. შეერთებულ შტატებში საიმიგრაციო რეგულაციები თანდათან მკაცრდება. დაიწყო უსაბუთო იმიგრანტთა მასობრივი დეპორტაციის პროცესი. მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე იქ ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი გადაიგზავნა. გადაცემაში ახლა მაია ქვარცხავა გვერდდება, რომელიც ახალ საიმიგრაციო ზომებზე უფრო დეტალურად ისაუბრებს. მაია, მექსიკის საზღვარზე შექმნილი ვითარება ბევრს მათ
შორის ქართველ იმიგრანტებსაც აინტერესებთ. მოგვიყევი რა მდგომარეობა ახლა იქ და რამდენად სახიფათო გახდა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. მარი ამერიკის სამხრეთ საზღვრებზე სიტუაცია მართლაც დრამატულად იცვლება და მისი უკანონოდ გადაკვეთა კიდევ უფრო სახიფათო გახდა. დავიწყოთ იმით, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველზე მესაზღვრეებისა და სამართალდამცავების დასახმარებლად მექსიკის საზღვარზე უკვე გადაიყვანეს ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი. თეთრი სახლის ადმინისტრაციის განმარტებით ჯარისკაცების სამართალდამცავებს საზღვრების უკეთ გაკონტროლებაში, მიგრანტთა შეკავებაში და ფიზიკური ბარიერების აღმართვაში დაეხმარებიან. მომდევნო კვირებში იქ ამერიკის არმიის კიდევ უფრო მეტ ქვედანაყოფს ელიან. მართალია ჯარისკაცების ნაწილი შეიარაღებულია, მაგრამ ისინი მიგრანტების დაკავებაში მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან ამ ეტაპზე არმიას სამართალდაცვით ქმედებაში ჩარევა კანონით ეკრძალება. თუმცა თუ პრეზიდენტი ტრამპი ქვეყანაში შეჭრის აქტს ამოქმედებს, მაშინ ჯარისკაცებს ამერიკის ტერიტორიაზე ადამიანთა დაკავების, ჩხრეკისა და სხვა ქმედების უფლებაც მიეცემათ. ეს პრეზიდენტ ტრამპის ძალიან ძლიერი გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის. თუ შეერთებული შტატების კანონს და არ უღებთ, შინ დაგაბრუნებენ, დაგაკავებენ, გაგასამართლებენ. ნუ ჩამოხვალთ. არმიის ქვედანაყოფები მესაზღვრეებს ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ადამიანების დეპორტაციაშიც ეხმარებიან. თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელთა ცნობით, მათ სამხედრო თვითმფრინავებით სამხრეთ ამერიკის მიმართულებით უკვე არაერთი რეისი განახორციელეს. ამერიკული მედიით ვრცელდება ვიდეოები, სადაც კარგად ჩანს თუ როგორ აბრუნებენ ასობით უსაბუთო იმიგრანტს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, მათ შორის მექსიკაში, გვატემალასა და კოლუმბიაში. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უსაბუთო იმიგრანტებს გვანტანამოს ციხეშიც გადაიყვანენ, სადაც ამერიკას ყველაზე საშიში სამხედრო დამნაშავეები, მათ შორის 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორები ჰყავდა დაკავებული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უსაბუთო იმიგრანტებს მარტო მექსიკის საზღვარზე არ აკავებენ. ვრცელდება ცნობები დიდი ქალაქების საწარმოებში და დასაქმების სხვადასხვა პუნქტებზე მოწყობილ რეიდებთან დაკავშირებითაც. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მხოლოდ 3 დღეში 2000-ზე მეტი უსაბუთო იმიგრანტი დააკავეს ნიუ-იორკში, მაიამიში და ამერიკის რამდენიმე სხვა ქალაქში. შემოწმების წინააღმდეგ აქამდე არსებული კანონიერი დაცვის მექანიზმები მოეხსნა ეკლესიებს, საავადმყოფოებს, სკოლებსაც კი. ეს ნიშნავს, რომ მსგავსი რეიდებისგან შეერთებულ შტატებში დაცული არც ერთი ადგილი აღარ არის. ტომ ჰოფმანი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საზღვრების დაცვის ხელმძღვანელად დანიშნული ოფიციალური პირი, რომელსაც მეტსახელად საზღვრების მეფეს ეძახიან, ამბობს, რომ რეიდების სამიზნე ძირითადად კრიმინალური წარსულის მქონე უსაბუთო იმიგრანტები არიან. თუმცა მომავალში შეიძლება ეს განსაზღვრება გაფართოვდეს. ახლა საზოგადოებრივი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს ვწყვეტთ. პრიორიტეტებით ვსაზღვრავთ. პრეზიდენტ ტრამპის პირობას ვასრულებთ. თუმცა მოგვიანებით ქვეყნის მასშტაბით მეც დავაკავებთ. ყველაფერი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, პრეზიდენტ ტრამპის გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკის მხოლოდ მცირე ნაწილია. ახალი საიმიგრაციო პოლიტიკის მიხედვით ასევე დაიწყო სასაზღვრო კედლის მშენებლობის განახლებისა და განმტკიცების პროცესი. ამას გარდა შეჩერდა უცხოეთის მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ტიპის, მათ შორის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების პროგრამა. ჯერჯერობით იურიდიული პრობლემები პრეზიდენტის ამ ბოლო გადაწყვეტილებებიდან მხოლოდ ერთ აღმასრულებელ განკარგულებას შეექმნა. სიეტლში შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ შეაჩერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 20 იანვარს გამოცემული ბრძანებულება, რომელიც უსაბუთო მოქალაქეთა ამერიკაში დაბადებულ შვილებს კონსტიტუციით გარანტირებულ მოქალაქეობის პრივილეგიას ართმევს. განკარგულებას ამერიკის 22 შტატი უერთდება. არ არის გამორიცხული ამ საკითხის განხილვა თვეობით გაგრძელდეს და საბოლოოდ გადაწყვეტილება შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ მიიღოს. დღეისათვის სულ ეს იყო თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ხედვა ვაშინგტონიდან მე მარიამ უგრეხელიძე ვარ. მადლობა რომ გვიყურებდით, მე ერთი კვირით გემშვიდობებით, თქვენ კი ჩვენი გადაცემებისა და ანალიტიკური მასალების ნახვა, როგორც ყოველთვის შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე amerikisxma.com. შემოგვიერთდით ჩვენი Facebook-ის, Instagram-ის, X-ისა და YouTube-ის ოფიციალურ გვერდებზეც. ნახვამდის.